ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გრძელდება პროცესზე წინასწარმაზე დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე იმსჯელეს მოსამართლემ დასაკითხ პირთა სიაში დაამატა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ასევე ნიკოლოზ გაგუა და გივი ლებანიძე. ბრალდების მხარემ კი აღნიშნულ შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ პოზიციას აკორექტირებდა და ამ მოწმეებს, როგორც ბრალდების მხარის მოწმეებს, ისე წარმოადგენდა. დაიკითხა სახელმწიფო ბრალდების ერთი მოწმე გიორგი კიკვიძემ, რომელსაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან ჰქონდა საქმიანი კვეთა. დღესვე ბრალდების მხარემ პროცესზე შუამდგომლობა რომ 5 თებერვალს სასამართლოს წინაშე დისტანციურად დაიკითხოს საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი. დაცვის მხარე და ბრალდებულიც შუამდგომლობას არ დაეთანხმდნენ და ივანიშვილის სკომათა დარბაზში დაკითხვა მოითხოვეს. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბიძინა ივანიშვილი 5 თებერვალს დისტანციურად დაიკითხება. სკომას ესწრებოდა თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იყო სიტუაცია, როცა გიორგისგან გავიგეთ, რომ ეს ინვესტიციები მოიზიდა, ეს თანხები მოიზიდა ამ კონტრაქტის გასაფორმებლად. გიორგი ბაჩიაშვილის გაიგო ეს? ის რა, მაგ დროს მე ძირითადად ვიყავი ამერიკაში, კიდევ მუშაობდით ამ ლობირებაზე და დიდი დრო იქ ქონდათ. როცა უკვე ჩამოვედი, ვალერი ვავილოვი იყო ჩამოსული და შევიკრიფეთ და რამოდენიმე თემა, რომ აი გიორგიმ ეს თანხები ინვესტიცია მოიზიდა. ზარალს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა თუ არა, თქვათ, ბიტფიურისთან ან მაინინგთან დაკავშირებით რაიმე ბიზნეს ინტერესი ან თუ არა ინტერესი. GCF-ს ჰქონდა ჩადებული თანხა ბიტფიურიში, ეს გორის data ცენტრის აშენება და ძალიან საკმაოდ პოზიტიური მოგება მოიღო, მე მგონი 10-12 მილიონი დოლარი. ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ჰქონდა და შეხვედრილი ვიყავით, აი მაგ პერიოდში უნდა 50 მილიონ დოლარამდე ჩაედო ბიტფიურიში. და რას გულისხმობდა და თუ არის ეს ჩადება რას გულისხმობდა, თქვათ, აი უფრო დეტალურად. აქციონერული კაპიტალის შემოსული და დამატებითად, ეხლა პირადად შემოდიდა თუ GCF-ის მეშვეობით უკვე არ ვიცი, ჩამოსული იყო ვალერი ვავილოვი, ჩვენ მე გიორგი და ვალერი ავედით პატმიძინასთან რეზიდენციაში და ლაპარაკი იყო, მე ეს პროექტი არ სადარწავა. როგორც დაახლოებით 1 წლის წინ განაცხადე, ივანიშვილი ვერ გაბედავს თქო საკუთარი თავისი თითქოს და სიმართლის დასაცავად და გამოცხადებას თქო. ზუსტად ისევე როგორც ვერ გაბედა სინგაპურში, ბერმუდაში გამოცხადება. დღეს ახდა. მოითხოვა დაზარალებულმა მხარემ, რომ ივანიშვილის მათ შორის ასაკის გამო და იმის გამო, რომ მოუწევდა დიდხანს კითხვებზე პასუხი და მისი ასაკის გასათვალისწინებელი იყო, ასე ვთქვათ, მოითხოვეს დისტანციურად დაკითხვა. მას აკისრია ძალიან დიდი პასუხისგებლობა, მათ შორის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. და მას უნდა კეთილი ენება და მოსულიყო აქ. დავიწყოთ იმ მტკიცებულებით, რაც დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე იქნა გამოკვლეული, ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ერთადერთი გარემოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოწმემ დაადასტურა, არის ის, რომ თავად ბრალდებულმა განმარტა მოწმესთან, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა არსებითი გარემოებები, რომ ბრალდებულმა მოიზიდა ინვესტიცია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადაო საკითხი და ეს ბუნებრივია დასტურდება არა მხოლოდ ამ პროცესამდე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებით, არამედ უმთავრესად ასევე დოკუმენტაციითაც.